დღის სხვა მთავარი მოვლენების შესახებ სოხუმის დაცემიდან 20 წლის შემდეგ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნისათვის პატივის მისაგება თბილისში დილიდან გმირთა მემორიალთან ერთ-ერთი პირველი დღეს საქართველოს პრემიერი მივიდა. ბიძინა ივანიშვილმა მემორიალი გვირგვინით მთავრობის წევრებთან ერთად შეამკო. ქართველი მებრძოლების ხსოვნის უკდავსაყოფად მარადილ ცეცხლთან იმყოფებოდნენ პრეზიდენტობის კანდიდატებიც. მათ შორის ნინო ბურჯანიძეც, რომელსაც ადგილზე მყოფი მოქალაქეების ნაწილი კრიტიკული შეძახილებით შეხვდა. გმირთა მემორიალთან ბიძინა ივანიშვილი დილის 10 საათზე მივიდა. მემორიალის ყვავილებით შემკობის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით განცხადებაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს. უდიდესი დანაკლისი განიცადეთ ქართველებმა და აფხაზებმა ამ ომში. ვერავინ დაგვიბრუნებს დაღუპულებს იმ დიდ დანაკლისს პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას. ძალიან მძიმეა ხვედრი დევნილი მოსახლეობის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ მომავალშიც იმისთვის, რომ მათ ღირსეული ცხოვრება შეეძლოთ ჩვენს ქვეყანაში და დავეხმაროთ მაქსიმალურად ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ ქართულ მოსახლეობას და არა მარტო ქართულ მოსახლეობას. ცეცხლია, რომ 21 საუკუნეში ჩვენ გვიწევს პირობითი და მოგონილი გამყოფი ხაზების სხვადასხვა მხარის ცხოვრება. 20 წელი გავიდა და ჩვენ უნდა გავაკეთოთ დასკვნები. სხვა ხელისუფლებებისგან განსხვავებით აბსოლუტურად გამორიცხულია, რომ ჩვენ ვიფიქროთ რაიმე ტიპის აგრესიაზე. ჩვენ მხოლოდ ზმობით, მხოლოდ სიყვარულით უნდა შევძლოთ და დავიწყოთ ურთიერთობების აღდგენა. ერთმანეთის რმა პატივისცემით, მხოლოდ ლორდულობის ინსტიტუტის მსგავსი ინსტიტუტების დაფუძნებით და აღორძინებით აღვადგინოთ ერთმანეთში ნდობა. დარწმუნებული ვარ, რომ ამას ანგარიშს გაუწევს რუსეთის ფედერაციაც. პრემიერ-მინისტრთან ერთად ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი მინისტრთა კაბინეტის წევრებმა შეამკეს. განსაკუთრებით მინდა მიმართო აფხაზეთიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილ ქართველებს და ზოგადად ჩვენ მოქალაქეებს, რომ ჩვენი რწმენა ჩვენს მომავალში ისტორიული გამოცდილება მრავალათასწლოვანი გვეუბნება იმას, რომ ჩვენ აუცილებლად ფეხზე დავდგები და ჩვენი ტერიტორიის სხეულს გავამთლიანებთ. ეს არის გარდაუვალი. მინდა მიუსამძიმრო ყველა დაღუპულის ოჯახის წევრებს, ნათესავებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს. ვფიქრობ, რომ ჩვენი წარმატება, ჩვენი ცისხლა იქნება ყველაზე ნათელისანთელი მათი სულების მოსაგვარებლად. ერთადერთი წამალი, შველა, რეცეპტი არის ისევ დიალოგი. როდესაც დიალოგი ჩვენსა და აფხაზებს შორის გაქრა, მაშინ გავარდა პირველი ტყვია. ქართველი გმირებისთვის პატივის მისაგებად მარადილ ცეცხლთან დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩიც მივიდა. რიჩარდ ნორლანდმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დასავლეთის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს. მე როგორც დიპლომატ პერსონალური ინტერესი მაქვს. დავინახო, რომ მოლაპარაკებებს მოაქვს შედეგი, რომელიც მოგცემს საშუალებას აღმოფხვისა იმ უბედურებისა, რომელიც წარსულში მოხდა. ფიქრობ, რომ ურთიერთობების ნორმალიზების დაწყება ჰუმანიტარული ურთიერთობების ხელშეწყობითაცაა შესაძლებელი. იმ მდგომარეობით, როდესაც საზოგადოებას არ ყოფენ ხელოვნურად, როდესაც ადამიანებს აქვს საშუალება ერთმანეთთან ურთიერთობისა, თავიანთი წინაპრების საფლავებზე გასვლისა და მიწაწყლის დამუშავებისა. უნდა დასრულდეს ხელოვნურად საზღვრების გაბმის პროცესი. გმირთა მოედანზე სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით დილიდან პრეზიდენტობის კანდიდატების თითქმის სრული შემადგენლობა მივიდა. მემორიალის გვირგვინებით შემკობის შემდეგ კანდიდატებმა გმირების ოჯახებს მიუსამძიმეს. ეს არის ტრაგიკული დღე, როგორც ქართველებისთვის, ასევე აფხაზებისთვის. მე როდესაც ჩვენ მივაკეთებთ პატივს ჩვენ მეგობრებს, რომლებიც დაეცან ამ ძმათან პროლოგში. სოხუმის დაცემა დაიწყო თბილისის დაცემით. დაიწყო ქართული საზოგადოების შუაზე გაყოფით, ერთმანეთთან დაპირისპირებით, შუღლით, იმ ბარიერებით, რომელიც ვერ გადაუვახეთ. მე მინდა კიდევ ერთხელ მიუსამძიმრო ყველა იმ ადამიანებს, ვინც ახლობლები დაკარგა ამ ომში და ვფიქრობ, რომ ჩვენმა საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ამ ადამიანებს წემრი მოწმინდას თვალიდან. ეს არის პოლიტიკური უგუნურების დღე. ერთის პირ უნდა გვახსოვდეს ესა და მეორე არის ჩვენი ხალხის გმირობის დღე, როცა ადამიანები არიწოდნენ, სადაც იარაღის ხმარება ნანახი არ ქონდათ, ისე მიდიოდნენ მოხალისეებად. დღევანდელ სიტუაციაში აღარ გვაქვს უფლება მით უმეტეს მსოფლმავი ანექსიის ფონზე კიდევ დაუშვათ რაღაცა მსგავსი შეცდომებით. ეს არ იყო ეთნიკური დაპირისპირება ქართველებსა და აფხაზებს შორის. ეს იყო პოლიტიკური ომი და პოლიტიკურ ომში ჩათვლილი
ნათლეული ახალგაზრდა დამოუკიდებელი საქართველო. ხმაური მოყვა გმირთა მოედანზე კიდევ ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის ნინო გურჯანაძის მისვლას. დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერს მემორიალთან სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს. უთი ხალხს უკაცნის და გმირთან რომ მოდის. ხენ ახლა პატი, შენ დაიამ. მე რასაც ვაკეთებ ამ გმირებს შეფატის ეჭი წელს პატები ამ გმირებს. გაიგეთ? ჩვენ ამას არ ვქრიებ. უთის ხალხი აქ რომ მოდის ეს პატები შემაში არ არის. ახლა არის გმირი ჩაწერეთ, ეხება ბიჭი. ახლა გოლი მოსულა იმაზე არაფერი. ინციდენტის ამოწურვის შემდეგ ნინო გურჯანაძემ განცხადება გააკეთა. აღარასოდეს საქართველოში არ უნდა განმეორდეს მათამკვლელი ომი, აღარასოდეს საქართველოში არ უნდა განმეორდეს ის ტრაგედია, რაც იყო. ჩვენ უნდა შევძლოთ რომ ვაპატიოთ ერთმანეთს. ნინო გურჯანაძის მისვლამდე გმირთა მემორიალი ყვავილებით აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის შვილმა ანინა დერეიშვილმა შეამკო. მე თვითონ აფხაზეთიდან ვარ და ჩემ თავზე გაიარა ყველაფერი მამამ. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ ყველა ერთად დავბრუნდებით აფხაზეთში კვლავ. სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით დედაქალაქში ორი მსვლელობა გაიმართა. მსვლელობის მონაწილეებმა გმირთა მოედნიდან სამების ეკლესიაში ახალი ხატი მიაბრძანეს, რომელიც პატრიარქის კურთხევით სოხუმის დაცემის 20 წლისთავთან დაკავშირებით დაიწერა. 27 სექტემბრის აღნიშვნა საქართველოს რამდენიმე რეგიონში ამ დრომდე გრძელდება.